რატო არის მაგარი მწერალი პროსპერმენივი ამოვიწერე ფრაზა რა. ციფერბლატი ცისფერი იყო, ახლად გაწმენდილი. ვერცხლის სახურავი მზეზე ბრჭყვიალებდა, მეტად დიდი იყო ცდუნება. აი ეს რო წავიკითხე, ესეთ თავში აფეთქდა და რატო? ჩემი აზრით ეხა აქ აკეთებს იმას. ეს საათი ხო ვერცხლისაა რეალურად, ვერცხლის ფერია, ვერცხლისაა. იღებს სამყაროს, გარე სამყაროს, ამ შემთხვევაში ცას და მის მახასიათებელს მიაკერებს საათს. ციფერბლატი ცისფერი იყო, ანუ სამყაროს აპატარავებს ამ ზომაზე და სამაგიეროდ ამის ფერს ვერცხლის სახურავი მზეზე ბრჭყვიალებდა. საათის ფერი გადააქვს სამყაროზე, ანუ სახურავზე რაღაცა აფართოებს, ხო? ამით ეხა და ისე ჩაწერილს მაგ კინოკადრებით წარმომიდგა, აი რაღაცა პაუზა როა რა ფილმში და მუსიკა რო იწევს და რაღაცა რო უნდა მოხდეს. აი ზუსტად ეგეთი მომენტია, რომ აი ეხა გამოვართვა ეს საათი თუ არა, მეტად დიდი იყო ცდუნება. ხო და მოკლედ ამ სამყაროს ფერსო აპატარავებს ამაზე და ამის ფერსო აფართოებს სამყაროზე. ამით ჩემი აზრით, ანუ აკეთებს იმას, რომ ხედვის კუთხეს გვიცვლის და გვანახებს, რომ მნიშვნელობა ამ გარე სამყაროდან გადმოდის ამ პატარა საათზე, ანუ მთავარი მომენტი ახლა ამ მოთხრობაში და ზოგადად მსოფლიოში არ არის ის თუ რა ხდება გარეთ, არამედ ის თუ რა ხდება აქ, ამ მომენტში ფორტუნატოს თავში. და ამ ფერების ცვლილებით აკეთებს ზუსტად მაგას, რომ ფორტუნატო დგება არჩევანის წინაშე, რომელსაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე თავად სამყაროს რა.